ქურდობის ფაქტი რუსთავში მერვე მიკრორაიონში მცხოვრებ 7 მოქალაქეს დღეს დილით საკუთარი ავტომობილები გაძარცული დახვდათ. მოპარულია მანქანის აუდიო სისტემები და აკუმულატორები. 7-ვე ავტომობილის ძარცვა ერთ კონკრეტულ მისამართზე მოხდა. ადგილზე დილიდან ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. თემის დეტალები ნახეთ მარიამ სოლოღაშვილის და გიორგი გოლიჯაშვილის სიუჟეტში. მერვე მიკრორაიონში მომხდარი ქურდობის შესახებ ცნობილი დღეს დილით გახდა. გაქურდულია 7 სხვადასხვა მარკის ავტომობილი. დამნაშავეებმა ყველა ავტომობილში უკანა საქარე მინიდან შეაღწიეს. საიდანაც შემდგომში მანქანების აუდიო სისტემისა და აკუმულატორების მოპარვა შეძლეს. დილიდან მომხდართან დაკავშირებით ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები. ჩამოვიდ ყველა დავინახება მანქანები და პოლიციიდან ჩამოვიდე ზუსტ დავინახე მანქანები იყო გატეხილი. დაკეტილი იყო მანქანა და შუშა რო გატეხეს ალბათ გააღეს კარები და გამოიტანეს მაგნიტოფონი. საქარე მინებია გატეხილი და წაღებული არის ზოგან ის აკუმულატორი ზოგან მაგნიტოფონი და ესეთ რაღაცები. მომხდართან დაკავშირებით ძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო აწარმოებს. ძიება სიცხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამართალდამცავები ქურდობის ფაქტზე ეჭვმიტანილებზე სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ბოლო ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით სულ ქურდობის 654 ფაქტია რეგისტრირებული. აქედან კი კერძო საკუთრებაში შეღწევის 122 ფაქტია დაფიქსირებული.